მოდით, გადავხედოთ ღვთის სიტყვას 1 კორინთელთა მე-13 თავში 1 მუხლში. თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარულა რვალი ვარ, ან ჩხარულა წინწილა. სიყვარულის გარეშე ნებისმიერი სიტყვა მკვდარია და არ არსებობს მარადიული სიცოცხლე. ეს სხვა არაფერია, თუ არა ხმაურიანი გონგი ან ჟღარულა ციმბალი. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ღვთის ყველა საიდუმლო და მაქვს ბიბლიის 66 წიგნის სრული ცოდნა. სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი მთების გადაადგილება რომ შემეძლოს. თუ ადამიანის რწმენას მთების გადადგმა შეუძლია, რამდენად დიდია ეს რწმენა. თუმცა მაშინაც კი, თუ ესეთი რწმენა მაქვს. ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაცავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები. მაშინაც კი, თუ ადამიანს აქვს კარგი რწმენა, ბევრი ცოდნა და უხვის სიბრძნე, და იცის ღვთის ყველა საიდუმლოს, სიყვარულის გარეშე ის არაფერია. ბიბლია გვასწავლის, რომ ისინი, ვისაც სიყვარული არ აქვთ, ვერასდროს ვერაფერს მიაღწევენ. საბოლოოდ ისინი აღმართულ გონგად ან წკრიალად ციმბალად იქცევიან. გავაგრძელოთ 9 მუხლით. ვინაიდან ნაწილობრივი ვიცით და ნაწილობრივ წინასწარმეტყველებთ, და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება. როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვურად მსჯელობდი. როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე. ვინაიდან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი. ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული, ეს სამი. რა არის ყველაზე დიდი? მათგან უდიდესი კი სიყვარულია. სწორედ ეს გზა გვასწავლა ქრისტემ, როდესაც ის ამ ქვეყნად მოვიდა. როდესაც ესაიას მეორე თავის 2 მუხლს ვკითხულობთ, წერია, ის გვასწავლის ჩვენ თავის გზებს და ვივლით მისი ბილიკებით. როგორი გზა გვასწავლა ქრისტემ, როდესაც ის ამ ქვეყნად მოვიდა? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სიყვარულის გზა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აქვს კეთილი რწმენა და იმედი, თუ მას სიყვარული არ აქვს, ის მხოლოდ ჟღერადი გონგი ან ამომქანდარი ცოტაა. თუ ადამიანს მხოლოდ რწმენა და იმედი აქვს, მაგრამ სიყვარული არ აქვს, მისი სარწმუნოებრივი ცხოვრება შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. ეს სამუდამოდ ვერ გაძლებს. სწორედ ამიტომ მოვიდა ქრისტე ამ ქვეყნად და გვასწავლა სიყვარულის პრინციპი. მან მოგცა ძვირფასი სწავლება, რომ სიყვარულის გზა უნდა გავიაროთ, რათა ერთმანეთთან გაერთიანება შევძლოთ. ამის პოვნა იოანეს სახარების მე-17 თავში შეგვიძლია. როდესაც იესო ამ დედამიწაზე მოვიდა, მან გულმხურვალედ ილოცა ღმერთს და თქვა, გთხოვთ ისინი ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი. მან ასეთი გულწრფელი ლოცვა შესწირა ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან გავერთიანდეთ და გავხდეთ ერთნი სიყვარულის მეშვეობით. ვერაფერი მოგვიყვანს ერთობაში ისე, როგორც ეს ძალა. ჩვენ მხოლოდ სიყვარულის პრინციპი უნდა გვახსოვდეს, რაც ქრისტემ გვასწავლა. ღმერთმა გვასწავლა, რომ სიყვარული უმთავრესია. ამიტომ არასდროს უნდა დაუშვათ სულელური შეცდომა უბულებელ ყოფთ სიყვარულს.